ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ სამართალთა და რვათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა. უმრავლესობის ხტომაზე განხილული საკითხების შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კირცხალია მისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები მეტწილად შეეხება კანონს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. კირცხალიას განცხადებით, ახალი მუხლი დაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და დამატებით განისაზღვრება სასჯელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლს შეუწყობას მესამედ მიაყენებს, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით ცვლილებები მიიღო თებერვალშიც. მაშინ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჯარიმა გაიზარდა 500-დან 5,000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობისვა და 60 დღემდე. საპროტესტო აქციებზე აიკრძალა სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკისა და ლაზერების ან და მძლავრი სიკაშკაშის მქონე მანათობლების გამოყენებაც. უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა ეს ცვლილებები რეპრესიულად შეაფასეს. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან და მომწავლული ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკვეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამცავი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით. ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.